როგორც ყველა იმიგრანტს, ჩვენც საჭიროება ჩამოგვიყვანა პოლონეთში, რადგან სამი მცირეწლოვანი ცხოვრება საქართველოში ძალიან რთულია. ვცხოვრობთ თან სოფელში, სადაც საშინელება არის, იმიტომ რომ სამსახურები არ არის და გვიწევს ფიზიკურად მუშაობა და ამ ფიზიკურ შრომასაც არანაირი ფასი არ აქვს. ამიტომ მე და ჩემმა ქმარმა ძალიან ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე წამოსულიყავით პოლონეთში. პოლონეთში, იმიტომ რომ ყველაზე ადვილია ლეგალიზაცია, არ გვინდოდა ტოლვილად ჩაბარება და გვინდოდა გვემუშავა კანონიერად. ამიტომ ავარჩიეთ ქალაქი კრაკოვი და წამოვედით. პირველად წამოვედით მე და ჩემი მეუღლე და 40 დღე ვიყავი ბავშვების გარეშე და ჩემთვის ძალიან საშინელება იყო და ბევრი ფიქრის მერე გადავწყვიტე რომ ჩამომიყვანე ბავშვები. ჩამოვიყვანე ბავშვები და ჩემთვის ყველაზე დიდი გამოწვევა ალბათ მაშინ დაიწყო, იმიტომ რომ უცხო ქვეყანაში სამი ბავშვით საბედნიეროდ ჩემი და გამომყვა დამხმარეთ და ამან გამიადვილა მეაკყოფა. ადაპტაცია ბავშვებისთვის პირველი წელი ძალიან ძნელი იყო. არსად ადგილი არ იყო ბაღში რომ შემეყვანა და გვიწევდა სახლში ყოფნა ძირითადად. მოგეხსენებათ ემიგრანტები აქ დღე და ღამე მუშაობენ თითქმის სულ და ბავშვებთან მიწევდა ძალიან ცოტა ხანი ყოფნა. ფაქტიურად დაძინებული ხდებოდნენ ხოლმე და პირველი წელი ძალიან გაჭირვებით გავიარეთ სამსახურითაც საქართველოს ცოტა ვალები დავტოვეთ და აი ყველაფერი ერთიანად გვაწვებოდა და ძალიან გვიჭირდა. პოლონეთი გვაძლევს იმის საშუალებას დედებს რომ ვიმუშაოთ და ბავშვებთანაც გქონდეს ურთიერთობა. ერთი წლის მერე გამოჩნდა გოგო, რომელიც გავიცანი ჩვენი ერთ-ერთი ჯგუფის წყალობით, ეკა, რომელმაც დამოკვალიანა, დამეხმარა ბავშვების ბაღში მიყვანაში. შემდეგ ნელა-ნელა ავეწყეთ და ბავშვებსაც ადაპტაცია გავუადვილდათ. პოლონეთში ძალიან კარგი განვითარება არის ბაღების მხრივ. ძალიან ბევრ საშუალებას აძლევენ ბაღებში ბავშვებს, რომ ისწავლონ, გავითარდნენ, რაღაცა ახალი შეიცნო თითქმის ყოველ კვირა. და ჩვენ მშობლებსაც გვიადვილდება მუშაობა. ორი ბავშვი ბაღში დადის ამ ეტაპზე, ერთი სკოლაში. ცოტა სკოლა გაგვიჭირდა, იმიტომ რომ ყველაზე მეტად დიდ ბავშვს გაუჭირდა ადაპტაცია, რადგან უკვე ჩამოყალიბებულად ლაპარაკობდა და შეძლებისდაგვარად ბაღში ვერ შეითვისა ის, რაც უნდა ესწავლა. მაგრამ მასწავლებლები შეგვხვდა კარგი ძალიან და ეხმარებიან განვითარებაში. ემიგრაციამ ძალიან ბევრი რამ შეცვალა ჩვენს ცხოვრებაში. პირველ რიგში დაგვანახა ჩვენი თავი, რომ უფრო მეტად ძლიერები ვართ, არ გვეგონა თუ ამდენი შეგვეძლო, ამდენს შევძლებდით. მეტი мотиваცია მოგვცა, რომ ბავშვებთან უფრო მეტი შემართებით ვართ. განვითარების მხრივ პოლონეთი ძალიან დიდ შანსებს გვაძლევს. ცოტა ჩემი გაჭირვება ის არის, რომ ენის ბარიერი მაქვს, მაგრამ სწავლობ და იმედი ამასაც გადავლახავ. გაძლევს შანსს, რომ ისწავლო, განვითარდე, უფრო და უფრო დაწინაურდე, რაც საქართველოში ეს ძალიან მცირეა. პოზიტიურ შენარჩუნებაში ბავშვები მეხმარებიან, რადგან მათ გარეშე სუდად ვიქნებოდი და მათთან ერთად უკლავდები აქაურ სირთულეებს. ემიგრაციაში ხვდებით სირთულეებს, ჩემ შემთხვევაში იყო ენის ბარიერი, ქუჩების არცნობა, მუშაობა აპარტამენტების დასუფთავებაზე და თითქმის პირველი წელი ყველა დღე ვიკარგებოდი. ან შემთხვევით სხვა ქუჩაზე აღმოჩნდებოდი, ან სხვა პადიესში შევდიოდი. ძნელი იყო ძალიან, მაგრამ დროთა განმავლობაში ვეჩვევით ამ ყოველდღიურობას. ჩემი რჩევა იქნებოდა არ შეგეშინდეთ, მყავს რამდენიმე გოგო მეგობარი, ვისაც უნდა წამოსვლა, მაგრამ გადაიფიქრეს, იმიტომ რომ ეშინოდათ პირველი წლის, რომ სანამ ავეწყოვით, ესე ვთქვათ, მაგრამ სირთულეები ვფიქრობ, საქართველოში ამას ყოველდღურად გავდივართ და ემიგრაციაში მხოლოდ რამდენიმე თვე გვიწევს ამის გადალახვა, იმიტომ რომ დაახლოებით 2-3 თვის მერე ან მაქსიმუმ 6 თვის მერე ყველა მიგრანტი ვფიქრობ, რომ ეწყობა ასე თუ ისე და არის ნორმალურად. ამიტომ პირველ ეტაპზე შეიძლება გქონდეთ ენის ბარიერი, შეიძლება სამსახური შეიცვალოთ 2-ჯერ, 3-ჯერ, მაგრამ როდესაც გინდათ, აუცილებლად გამოვა და ვფიქრობ, შეძლებთ როგორც მე შევძელი. რაც შეეხება პოლონელ ხალხს, ჩვენ ძირითადად გვიმართლებს და გვაქვს ძალიან კარგი ადამიანებთან ურთიერთობა. მეც და ჩემ ქმარსაც ამაში ძალიან გაგვიმართლა, ჩემი უფროსი და ჩემი უფროსიც, მაგით ვამბობ, რომ პოლონელები ძალიან კარგები არიან. შიგადაშიგ გამოიხატება, მაგალითად კლინიკებში მქონია შემთხვევა ენის ბარიერის გამო, რომ არ გვიღებდნენ, ან გვაიძულებდნენ, რომ მოგვეყვანა ვისაც პოლონურად ლაპარაკი შეეძლო. მაგრამ ჩვენს გარშემო ვინც ტრიალებს, ყველა ძალიან კარგი არის, დადებითად დავახასიათებ და გვერდში გვიდგან, ძალიან მიკვირს, არ მეგონა ასეთ ვიქნებოდა, მაგრამ ძალიან გვეხმარებიან. საქართველოსდან რომ მოვდიოდით, გვეუბნებოდნენ, რომ პოლონეთში ვერაფერს ვერ შევძლებდით,
სხვათა შორის პირველი სამი თვე მართლა ასე ვფიქრობდით, ჩვენც შეგვეშინდა და ფიქრობდით სხვა ქვეყანაში გადასვლას და ჩაბარებას, მაგრამ ჩემი ერთი მეგობრის რჩევით მითხრა, რომ აუცილებლად გამომივიდოდა და ვფიქრობ, თუ მონდომებული ხარ, მართლა გამოგივარ. გადავლახეთ ეს ეტაპი, კარგი შრომით და მონდომებით. დღეს ვართ იქ, სადაც გვეგონა, რომ ვერასდროს ვერ ვიქნებოდით. გვაქვს იმის საშუალება ჩვენ შვილებს ვუყიდოთ ის, რაც გვინდა. იმასაც გვეუბნებოდნენ, რომ პოლონეთიდან ვერაფერს ვერ შევძლებთ, ვერ დავწინაურდებით, ვერაფერს ვერ გავაკეთებთ. არ გავდიდრდებით ბრჭყალებში ვიტყვი, ტყუილია, იმიტომ როცა მონდომებული ხარ ადამიანი, მიდიხარ წინ და წინ, შეიძლება დღეს არ მაქვს 10 და 20,000 ხელფასი, მაგრამ როცა მოინდომებ და დაწინაურდები, ისწავლი და განვითარდები, აუცილებლად გექნება ის, რაც გინდა რომ გქონდეს.